Ამდენ იქ თავაზობ დღეს დღევანდელ გამოშვებაში ასეთ რეჟიმს მოდით ნახოთ პირველადი რეაქციები. Რა რეაქციები აქვს პოლიტიკურ სპექტრს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დღეს 4 საათიან გამოშვებაში თქვენ მოусმენთ როგორც საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლებს, ასევე არასაპარლამენტო პარტიების ლიდერებსაც და მე მინდა ერთი თემა კიდევ გამოვხო პრეზიდენტმა უკანონო თვალთვალსა და ამ თვალთვალით მედიაზე გავლენის მოპოვების მცდელობებზე ილაპარაკა. საქმე როგორც ყველა მივხვდით ჟურნალისტ ეკა მიშველაძეს და მის მეუღლეს პოლიტიკოს ალექსი პეტრიაშვილს შეეხებოდა. სწორედ ალექსი პეტრიაშვილი ხსნის ეთერს. დიდი მადლობა ბატონო ალექსი რომ მიიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ვიცი რომ თქვენ არ გიყვართ ხოლმე ამ თემაზე კომენტარი, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა. დღეს პრეზიდენტი გამოვიდა და დაიწყო იმაზე საუბარი რომ მედიაზე გავლენის მცდელობები დაინახა მან და სწორედ ის თემა ახსენა, რაზეც თქვენი მეუღლე საუბრობდა, როცა იგი ეთერიდან ჩახსნეს ჯერჯერობით არაოფიციალურად, მაგრამ მაინც გააკეთებთ ამ თემაზე კომენტარს, ვიდრე მარგველაშვილის შეფასებას მოვისმენთ თქვენგან. აუცილებლად მოგესალმებით ინგა, გილოცავთ ეთერში გასვლას, ძალიან საინტერესო დაიწყო თქვენი მერვე მოსვლა პირდაპირ ეთერში და გისურვებთ წარმატებებს, რაც შეეხება ეკა მიშველაძესთან მიმართებაში მისი საზოგადოებრივი მაუწყებლის და მე ვიტყოდი რომ სახელმწიფოს ქმედებას რა თქმა უნდა ეს უკვე ძალიან შემაშფოთებელ ამავე დროს არასერიოზულ ხასიათს იღებს, იმიტომ რომ ეს მუდმივი საუბრები, დაპირებები იმის თაობაზე და ტრანსფორმაცია იმ გზავნილის რომ უხერხულია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მეუღლე რომ გავიდეს პირდაპირ ეთერში, დღეს უკვე რაღაცა გაწევრის დროში გაწევრის რეჟიმში გადავიდა. ეს ნამდვილად არ წარდგება არც ჩვენ ქვეყანას, მით უმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში, წინასაარჩევნო წელს ძალიან კარგია და მნიშვნელოვანი რომ საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მედია სივრცეში ეს პროცესები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამის ნათელი დადასტურება თქვენი გადაცემების ყველაზე რეიტინგული გადაცემების დახურვა იმედზე, მიუხედავად ამისა მიხარია რომ დღეს აქ ხართ, მე დარწმუნებული ვარ რომ ჟურნალისტი ეკა მიშველაძეც აუცილებლად განაგრძობს თავის პროფესიულ საქმიანობას, მაგრამ ეს სერიოზულად აზიანებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, სერიოზულად აზიანებს საქართველოს ხელისუფლებას და რაც ყველაზე მთავარია ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე. იცით რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური თავისუფალ დემოკრატებს მეგობრული ურთიერთობები ჩვენს დიპლომატებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და უბრალოდ გაოგნებას ვერ მალავენ, როდესაც მიზეზს იგებენ ეკა მიშველაძის გადაცემის დახურვის. ეს რაღაც თითქოს და მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან, უпростоრად საზოგადოებრივ მაუწყებლის, თუმცა იგულისხმება ხელისუფლება და მისი არაფორმალური მმართველობა, უსასრულო და უთავბოლო მოლაპარაკებები რეალურად მართლაც ძალიან ისეთ კომიკურ ხასიათს იძენს. მე აქედანაც მინდა მივმართო, რომ პირდაპირ შეუძლია თამამად განაცხადონ მარტივი პასუხი. იქნება თუ არა ეკა მიშველაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, არ არის ამაში არაფერი კატასტროფული, ამით არ იწყება და არ მთავრდება ცხოვრება, რაც შეეხება მოსმენებს, მით უმეტეს ჟურნალისტის ცხოვრება, მათ დააზიანებს, მაგრამ ეს მათი პრობლემაა, არასწორი დაგეგმარება ამისი ჟურნალისტებს ვერასდროს და ვერც დღეს მით უმეტეს საქართველოში სიტყვის თავისუფლებას ჩვენს ქვეყანაში ვერანაირად ვერ აგზავნავს, ამსებობს უამრავი შესაძლებლობები. მინდა ერთი წინადადები თქვენ აბსოლუტურად სუსტად აღნიშნეთ, არ მიყვანს ნამდვილად საუბარი, მაგრამ პრეზიდენტმაც აღნიშნა, ეს იყო ჟურნალისტებზე და არა მხოლოდ ჟურნალისტებზე, რამდენიმე ღია განცხადება იყო იმის თაობაზე, რომ მოსმენები და დაშანტაჟების მცდელობა იყო ხელისუფლების მხრიდან. ეს მოსმენების კანონი, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა, არ იყო კარგი კანონი, იყო ჩვენი მხრიდან, თავისუფალი დემოკრატების მხრიდან შეთავაზება, მაგრამ არ იყო პოლიტიკური ნება ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ ხელისუფლება განაგრძობს ხელისუფლების უმაღლესი პირებისაც კი მე არ მაქვს ფაქტები, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ ძალიან მაღალი ალბათობით, რომ დღეს პარლამენტის დარბაზში მყოფი სამივე სახელისუფლებო შტოს პირველ პირს
დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ აუცილებლად იღუსმენენ და ისინი დადარიგს იჭერენ იმისათვის, რომ ტელეფონში არაფერი ისეთი არ თქვა, რაც მაურიანი განცხადება ეს ახლა თქვენი მხრიდან ძალიან მაღალი ალბათობით გამოწვევს პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარეს არა მხოლოდ მათ, მაგრამ ეხლა ისინი არიან ერთად სამოყოლები საქართველოს პარლამენტის შენობაში ხუთად. ბატონო ალექსი, მოდით პირველი შეფასება რეალურად ამ ეთერში თქვენ ხართ პირველი, ვინც უნდა შეაფასოთ საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა. რა შეფასებას მისცემთ თქვენ? გამოსვლა იყო ყოვლის მომცველი, ზომიერად კრიტიკული და საინტერესო აქცენტები ძალიან მე მივესალმები იმ ხაზგასმას, რომელიც შეეხებოდა გაზპრომთან ურთიერთობის და გაზპრომის ირგვლივ შექმნილ, ესე ვთქვათ, მწვავე დებატებს და დამოკიდებულებას საზოგადოებაში. გაზპრომი არ არის ჩვენი, ესე ვთქვათ, ენერგო პარტნიორი და ენერგეტიკული უზრუნველყოფის მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი რიგითი კომპანია. ეს არის იმ რბილი თუ ხისტი ძალის განუყოფელი ნაწილი, რომლითაც მანიპულირებს რუსეთის ხელისუფლება და ძალიან კარგია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიუთითა. ანუ თქვენთვის იყო მთავარი გაზპრომის თემა ამ გამოსვლაში. რიგითობით მოვყვები, რამდენიმე უმნიშვნელოვანესი იყო მართლმსაჯულების საკითხი. პირდაპირ უნდა აღვნიშნო, რომ სავალალო მდგომარეობაა დღეს, რასაც ვადევნებთ თვალყურს პირველი სასამართლო სისტემაში სისტემური კრახია მართლაც ძალიან სერიოზული კრიზისია და ამას სჭირდება ძალიან სერიოზული სახელმწიფოებრივი მიდგომა. მე არ ვიცი იქ რაზეა საუბარი, ინტერესთა სფეროების გადანაწილებაზე, ძალაუფლების გადანაწილებაზე, ძალის დემონსტრირებაზე თუ ვინმეს გავლენების შემცირებაზე, მაგრამ სისტემური კრახი სასამართლო სისტემაში არის სახეზე და თვალნათელი. და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა იუსტიციის მინისტრის პოზიციების ცვალებადობამ მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით. პროკურატურასთან მიმართებაში პრეზიდენტმაც გაამახვილა ყურადღება და ახალი ინიციატივებითაც გამოვიდა და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პროკურატურა რჩება პოლიტიკური ინსტრუმენტად იმ წესით, რომლითაც მიიღეს. რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა გამახვილდეს ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის ურთულეს ეკონომიკურ მდგომარეობაზე და უნდა გაუმჯობესდეს ეს მდგომარეობა და მთავარ გამოწვევად აბსოლუტურად მართებულად პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს საპარლამენტო არჩევნები. ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება, რომ ეს სისტემა უნდა შეიცვალოს დღეს. ერთადერთი სახელმწიფო პოლიტიკური ძალა, რომელსაც ეშინია ნამდვილად არჩევნებში დამარცხების, იძახის, რომ ეს უნდა განხორციელდეს 2020 წელს. ბატონო ალექსი, აქედან გამომდინარე, თქვენ ხართ კმაყოფილი პრეზიდენტის გამოსვლით, ხო? მე შემიძლია ასეთი დასკვნა გავაკეთო. ნამდვილად პრეზიდენტმა ძალიან საინტერესო აქცენტები გააკეთა, ძალიან ყოვლის მომცველად ისაუბრა და იმ კომპეტენციიდან, იმ მისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, რაც მას აქვს განსაზღვრული, მან ძალიან მკაფიოდ და შეძლების დაგვარად ზუსტი მინიშნებებით ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომელიც არსებობს. და ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ, შეიძლება მოკლედ მიპასუხეთ, გამოკვეთილი არის ესე კულუარებში ასეთი სამკუთხედის მსგავსი რაღაც კომბინაცია, თქვენი პარტია თავისუფალი დემოკრატები პლუს გიორგი მარგველაშვილი პლუს ადგილობრივ დონეზე ალეკო ელისაშვილი. რეალურია ეს სქემა თუ ეს არის უბრალოდ ჭორების თემა? იმ საკითხებში, რომელიც რეალურად შეეხება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას, მწვავე საკითხების განსაზღვრას, მე აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო პრეზიდენტთანაც დამოუკიდებელ საკრებულოს დეპუტატმა ელისაშვილი იქნება ის თუ ნებისმიერი სხვა არასაპარლამენტო ოპოზიციასთან თუ იმავე საქართველოს ხელისუფლებაში, ძალაუფლებაში ყოფ ქართულ ოცნებასთანაც თუ კი იქნება საკითხები, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას და ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესებას, აუცილებლად ვითანამშრომლებ. მაგრამ რაიმე ფორმით, რაიმე ტიპის უფრო მჭიდრო და ინტენსიურ თანამშრომლობაზე დღეს საუბარი არ არის. თავისუფალი დემოკრატები გავალ დამოუკიდებლად არჩევნებში და დაუსვამთ წერტილს უკანონო მოსმენებსაც, პირადი ცხოვრების ელემენტების შანტაჟის გამოყენებას და მედიაზე ზეწოლის. მადლობა ბატონო ალექსი, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. ეს იყო ალექსი პეტრიაშვილის შეფასება პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლას.